გამარჯობა, დღეს ვისაუბრებთ რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონზე. მე ვარ ელენე და ეს არის ჩვენი მეექვსე ეპიზოდი Reverse Monday-ის არხზე. გადავწყვიტე, რომ თქვენთვის გამეზიარებინა ის 22 წიგნი, რომელიც მეხმარება და დამეხმარა ცხოვრების სრულად ტრანსფორმაციაში, როგორც პირადი, ასევე კარიერული და სხვადასხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა, რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონი ამ 22 წიგნიან კრებულში შესულია. სხვათა შორის ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, სულ მქონდა უსამართლობის განცდა, აქამდე რატომ არავინ არ მითხრა, ან არ მოაღწია რამე გზით ჩემამდე ინფორმაციამ, რომ ეს წიგნი არსებობს. მე დაახლოებით 3-4 წლის წინ წავიკითხე და მე ბევრჯერ მიუბრუნდი, თუმცა ვფიქრობ, რომ კარიერის დასაწყისში სტუდენტობის წლების დროს რომ წამეკითხა, ბევრად მარტივი იქნებოდა ჩემი 15 წლიანი კორპორატიული გამოცდილება და ზოგადად ნებისმიერ ეტაპზე ცხოვრების როცა არ უნდა წაიკითხოთ, ვფიქრობ, რომ შემდეგ წლებს ბევრად გაგიმარტივებთ. 48-ვე კანონს გადავწყვიტე, რომ დავუთმო თითო ეპიზოდი, რადგან თან გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ამ კანონებთან მიმართებაში, რა დასკვნები გავაკეთე, რა შეცდომები დავუშვი და იქნებ იმ ადამიანებს, ვინც საჯარო ან კერძო სივრცეში ხართ, ან ფიქრობთ თუნდაც თქვენი საქმიანობის დაწყებას, რამით დაგეხმაროთ. სანამ პირველი კანონის განხილვაზე გადავალთ, მინდა გითხრათ ჩემი აზრი ამ წიგნთან და ზოგადად მის ავტორთან დაკავშირებით. ამ წიგნში ერთად თავმოყრილია მრავალსაუკუნიანი, მრავალი რელიგიის, ქვეყნის, იმპერატორის, მმართველის და მწერლის გამოცდილება და ინფორმაცია ერთად დასკვნების სახით. ვფიქრობ, რომ ეს დასკვნები არის სიმართლე, უბრალოდ რამდენად გვინდა, რომ ჩვენ, ესე ვთქვათ, ამ სიმართლის და კანონების მიხედვით ვიმოქმედოთ, ეს სხვა საკითხია. ზოგიერთი კანონი ჩემთვის მისაღებია როგორც მოქმედების სტრატეგია, მაგრამ ზოგიერთი არ არის მისაღები და თქვენს ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ამ 48 კანონიდან შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რა არის თქვენთვის მისაღები, რა არა და როგორც ამბობენ, უკეთესია ვიცოდეთ წესები და ისე დავარღვიოთ ეს წესები, ვიდრე არ ვიცოდეთ, იმიტომ რომ უფრო წამგებიან პოზიციაში ვიქნებით. ამ წიგნში ძირითადი მაგალითები მოყვანილია მამაკაცების ცხოვრებიდან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გვაქვს პატრიარქალური წყობა უკვე 50 საუკუნეა და აქედან გამომდინარე ეს ლოგიკურია, თუმცა ჩვენ ამ ინფორმაციით, მე ვგულისხმობ ჩვენ ქალებმა შეგვიძლია ვისარგებლოთ, უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ, უფრო მარტივად, ნაკლებად დავიჩაგროთ და ასე შემდეგ. და თან საქართველოს სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ და მე გადავხედე, თუ არ ვცდები 2023 წლის Forbes-ის top 100 ქართული კომპანიის სიას, ეს ასეული შედგენილია მათი ბრუნვის სიდიდის მიხედვით, 100-ვეს აღმასრულებელი დირექტორი, ანუ CEO არის მამაკაცი. შესაბამისად, თამაშის წესებს ადგენენ ისინი და ძალიან კარგი იქნება ეს თამაშის წესები თუ გვეცოდინება და მე გადავწყვეტ, გვინდა გამოყენება თუ არ გვინდა. სხვათა შორის, თუ გახსენდებათ ქართველი ქალი, რომელიც არის CEO, ან საქართველოში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, დამიწერეთ მისი სახელი და გვარი კომენტარებში და ვეცდები საქართველოში დაბრუნებისას მოვიწვიო გადაცემაში და ვთხოვა, რომ მისი გამოცდილება გაგვიზიაროს. ვფიქრობ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი აუდიენციისთვის. ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ პირველ კანონზე, რომელიც არის არასოდეს დაჩრდილოთ თქვენი ზემდგომი. ზემდგომში აქვე აღნიშნავ, რომ იგულისხმება თქვენი უფროსი, ესე პირდაპირ მნიშვნელობით, მაგრამ ზოგადად შეგიძლიათ იგულისხმოთ ადამიანი, რომელიც თქვენზე მაღლა არის რანგით, რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში. მაინც და მაინც სამსახური შეიძლება არ იყოს ეს. მაგალითად, შეიძლება იყოს კონკრეტულ სიტუაციაში დამკვეთი, რომელთანაც გინდათ ხელშეკრულების გაფორმება ან სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. ანუ უფრო აღიქვით ფართოდ ეს, ვიდრე მხოლოდ უფროსი ან მენეჯერი. ეს თავი იწყება ესე. ნუ გადაამლაშებთ საკუთარი მრავალმხრივი ნიჭის გამომზეურებას, რადგან შესაძლოა სრულიად საწინააღმდეგოს მიაღწიოთ.
მან შიში და საფრთხე იგრძნოს. იმაზე ბრწყინვალედ წარმოაჩენინეთ თავი, ვიდრე სინამდვილეშია და თქვენ ძალაუფლების მწვერვალებს მიაღწევთ. მე ამ წინადადებაში ვეთანხმები ყველა სიტყვას, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება ამას ადასტურებს. ერთ მაგალითს მოგიყვებით. კომპანიაში, სადაც მუშაობდი, გქონდა შეხვედრა და ყველა დეპარტამენტის თავმჯდომარე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ჩემი დეპარტამენტის უფროსთან ერთად მეც ვიყავი ამ შეხვედრაზე, რადგან კონკრეტულ საკითხზე მე უნდა გამეკეთებინა მოხსენება. აქ ჩემი უფროსი და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მათ შორის რაღაც შუღლი და გაუგებრობა მანამდეც იყო და ჩემ უფროსს რაღაცა ისე დაუსვეს კითხვა, რომ მან არასწორი პასუხი გაცა და ხვედრაზე ყველასთვის გასაგები იყო, რომ ეს პასუხი იყო არასწორი მის გარდა. და უცბად ჩემზე გადმოვიდნენ, რომ აბა შენ გაგვეცი პასუხი ეთანხმები თუ არა. და არ ვეთანხმებოდი ამ პასუხს და მე რაღაც დაუფიქრებლად ჩემი განსხვავებული აზრი დავაფიქსირე. რამაც შემდგომ გამოიწვია მე და ჩემ უფროს შორის დისტანცირება. არ უთქვამს ესე პირდაპირ არაფერი და უკმაყოფილება არ გამოუხატავს, იმიტომ რომ ნამდვილად ესე ვთქვათ, სწორი პოზიცია დავაფიქსირე კონკრეტულად რაღაც ხელშეკრულების მუხთან დაკავშირებით იყო და ამიტომ ეს არ იყო, რომ ვიღაცას მხარი დაუჭირე ან არ დაუჭირე, ანუ როგორც იურისტმა ჩემი აზრი დავაფიქსირე, მაგრამ იმ მომენტში და შემდეგაც მან ჩათვალა, რომ მე მასზე შეიძლება ჭკვიანი ვარ, ჩემ აზრს უფრო აქვს მნიშვნელობა, მე უფრო ვერ ყვევი რაღაცაში და მერე ჩვენი ურთიერთობა ისე განვითარდა, რომ ის ცდილობდა მე ესეთ შეხვედრებს აღარ დავსწრებოდი, ჩემგან აიღებდა ინფორმაციას და მერე ნუ შეხვედრაზე თვითონ წარადგენდა ხოლმე მოხსენებას. მოკლედ, აი ესეთი შეიძლება პატარა დეტალია და მართლა ისე და მე მართლა დაუფიქრებლად ის მიზანი არ მქონია, რომ დამენახებინა, რომ ის არ არის ჭკვიანი ან რაღაც ესეთი მიზანი არ მქონია, მაგრამ მან ნამდვილად ესე მიიღო, როგორც მასზე შეტევა. სხვათა შორის თქვენს თუ გაქვთ რაიმე მსგავსი გამოცდილება, საინტერესო იქნება Instagram-ზე რომ მომწეროთ. ეს წიგნი კიდევ იმიტომ მომწონს, რომ ერთგვარი გახსენება ისტორიის, რელიგიის, სხვადასხვა მწერლის, ანუ რაღაც ძალიან კომპლექსურია და ჩემთვის ძალიან საინტერესოდ იკითხება, თუმცა რამდენიმე ადამიანს ვისაც ვკითხე, იმათთვის ცოტა რთული წასაკითხი იყო და სიმართლე რომ გითხრათ, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ყველა კანონზე ჩავწერო ჩემი აზრი, ჩემი გამოცდილება, რომ ვისაც შეიძლება არ მოეწონოს ამის წაკითხვა, რაიმე სარგებელი შეიძლება ნახოს ვიდეოების ნახვით მაინც. ძალიან კარგი მაგალითია მოყვანილი ლუი მე-14-ის სამეფო კარზე რა ხდებოდა. მას ჰყავდა ფინანსთა მინისტრი ნიკოლა ფუკე, რომელიც იყო მისი საყვარელი მინისტრი, მარჯვენა ხელი და მოკლედ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ნიკოლა ფუკე გამოირჩეოდა ზედმეტად კარგი კონტაქტებით, აი სადაც ოთახში შევიდოდა ყველას ყურადღება მისკენ იყო, ძალიან დიდრული წვეულებები უყვარდა და მოკლედ ახალი სასახლე აიშენა და იქ გადაწყვიტა, რომ ლუი მე-14-ის საპატივსაცემად ისეთი ვახშამი გაემართა, რომ საერთოდ საფრანგეთში კი აი არავის რო გაგონილი არ ქონდა რაღაცნაირი აზიური კერძებით, მოკლედ თავის მოწონება და პატივისცემა უნდოდა. მაგრამ როდესაც ლუი მე-14 ვახშამს დაესწრო, მიხვდა, რომ ეს ადამიანი ზედმეტად მეტ ყურადღებას იპყრობს სხვებისგან, ის აღარ არის მზე, ანუ თითქოს იქ რაღაც ვარსკვლავმა, ანუ ნიკოლამ დაჩრდილა ის და შემდეგ დილას დაიჭირეს და მთელი თავის სიცოცხლე გაატარა რომელიღაც კუნძულზე ციხეში. ესე დამთავრდა მისი მარჯვენა ხელის საყვარელი მეგობრის ისტორია, იმიტომ რომ მან თავის შეურაცხყოფილად იგრძნო მისი სიდიდით, მის მიმართ ყურადღებით სხვებისგან. თუმცა ამ ფუკესაც არ უნდა და მისი გაგრძიანება პირიქით, რაც უფრო ესე წვეულებებს აკეთებდა, უფრო მეტ პატივისცემას ანახებდა ეგონა. არა და რეალურად თავისი ბრწყინვალებით და წვეულებებით დაჩრდილა მე-14, რომელმაც ეს ვერ აიტანა. რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიოში ახლა შეიძლება ბრიტანეთის და რამდენიმე ქვეყნის გარდა სამეფო თამაშები აღარ გვაქვს, მაგრამ ყველგან არის ესეთი მიკრო სიტუაცია კომპანიაშიც, ოჯახშიც, დამკვეთთანაც, სახელმწიფო პოლიტიკა,
რომელი ქვეყნის პოლიტიკასაც არ უნდა შეხედოთ, ჩემი აზრით ეს წიგნი ერთ-ერთში ასახავს იმას, თუ როგორ მოქმედებენ პოლიტიკოსები და შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადაიტანოთ უფრო პატარა სივრცეებში, როგორიც არის თქვენი სამსახური ან თქვენი საქმიანობა. ავტორი გვეუბნება, რომ მეტნაკლებად ასეთია იმათი ბედი, ანუ ფუკეს ბედი, ვინც ზემდგომ შეურყევს თავდაჯერებულობას, შეურხევს მის ამპარტავნობას, ან ეჭვს შეატანინებს საკუთარ აღმატებულებაში. თუ ხართ ჭკვიანი და თქვენ ეს იცით და გრძნობთ, ან ხართ ლამაზი, ან თავდაჯერებული, ყველა ის თვისება, რაც შეიძლება თქვენი, ესე ვთქვათ, ძლიერი მხარე იყოს, მაგრამ ხართ ისეთ სივრცეში, სადაც შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს ამ თვისებებმა და თქვენ აღგიქვან კონკურენტებად, სჯობს უფრო მიჩუმდეთ, მაგალითად, უფრო სმენელის როლში გადახვიდეთ, ან ნაკლებად შეეწინააღმდეგოთ, ნაკლებად დააფიქსიროთ თქვენი აზრი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არ დაგიფასდებათ, თავს ნუიტყუებთ, თითქოს ცხოვრება ძალიან შეიცვალა ლუი მე-14-სა და მედიჩების ეპოქის შემდეგ. ზედა საფეხურებზე მყოფნი ყვავინდებურად მეფეები და დედოფლები არიან. მათ სურთ თავს გრძნობდნენ თავდაჯერებულად საკუთარ ადგილებზე და სხვებს ჯობნიდნენ ჭკუითა და მომხიბვლელობით. უხეში, მაგრამ ჩვეულებრივი შეცდომაა გეგონოთ თითქოს თქვენი ნიჭისა და უნარის გამოვლენით ზემდგომისაგან წახალისებას დაიმსახურებთ. შესაძლოა მან მადლობა გითხრათ, მაგრამ პირველი შესაძლებლობისთანავე შეგცვლით იმ ადამიანით, რომელიც ნაკლებად ჭკვიანი, ნაკლებად გამორჩეული იქნება და ნაკლებად ეკონკურენტება მას. თან დღევანდელ დღეს ესე ღმერთისგან დასმული მეფეები აღარ გვყავს, ანუ ბევრად უფრო დიდი კონკურენცია არის მენეჯმენტის პოზიციებზე, ნებისმიერ ადგილას არის ძალიან დიდი კონკურენცია და უფრო ადამიანები არიან კონცენტრირებულები შენარჩუნებაზე და არ მოწონს კონკურენტები და შეიძლება თამაშები ბევრად უფრო აგრესიულიც იყოს და რაღაც ისეთი რაღაცა გააკეთოს ადამიანმა, რასაც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდით, იმიტომ რომ შეინარჩუნოს თავის ადგილი და სანამ თქვენ ხართ კარიერის ისეთ ეტაპზე, რომ ჯერ კულმინაციისთვის არ მიგიღწევიათ, მაგალითად არ ხართ კომპანიის CEO, ჯობს რომ თქვენი პოზიციის მიხედვით იმოქმედოთ ჭკვიანურად, რომ შეინარჩუნოთ ეგ ადგილი და კარიერაში წახვიდეთ წინ. სხვათა შორის დაახლოებით რომ ვთქვა, არ ვიცი, ხა ვერ დავთვლი, მაგრამ ალბათ 50-დან 60 გასაუბრებამდე ვარ ნამყოფი ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან დღემდე და ყოველთვის მახსოვს, რომ ვცდილობდი ჩამეცვა ძალიან ჩვეულებრივად, მოგზალებულად, რაღაცა არც ზედმეტი აქსესუარი მქონოდა, არც რაღაცა ისეთი მცმოდა, რომ აი ბრენდის სახელი ქონოდა, იმიტომ რომ შენ არასდროს არ იცი, ვინ დაგხვდება გასაუბრებაზე. ეს შეიძლება იყოს თავიდან რაღაც საწყისი ტიპის საწყისი პოზიციის HR-ი და ეს არ იყოს ტოპ მენეჯმენტი და აი ამ შენი ექსტრავაგანტულობით, ზედმეტად მონდომებით და იმით გააღიზიანო. ამიტომ გასაუბრების ეტაპზე ვინც ხართ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ჩაჯდეთ იმ ფორმატში, რაც არის დრესკოდი და იყოთ მოგზალებულები და არ არის საჭირო ეს ზედმეტი თავის მოწონება და პომპეზურობა. თუმცა ეს ჩემი აზრია, ამ წიგნში ეგ არ წერია, მაგრამ შეგიძლიათ რომ თქვენი გამოცდილება გამიზიაროთ ან მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც მუშაობდი, გენერალური მენეჯერი ყავდა აი რაღაცა რო იტყვიან brilliant mind რა, აი ძალიან ჭკვიანი, აი ძალიან კარგად ერკვეოდა ყველა მიმართულებაში და ვერ იტყოდი, რომ მისი ძლიერი მხარე არის მარკეტინგი, ან ფინანსები, ან იურიდიული, ანუ ყველაფერში ერკვეოდა ძალიან კარგად და დღემდე ობიექტურად ვფიქრობ, რომ იმსახურებდა იმ პოზიციას, რაც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანი იყო, ყოველთვის მიკვირდა, რა კრიტერიუმებით შეარჩია დანარჩენი მენეჯერები, რომლებიც ერთად ქმნიდნენ კომპანიის leadership teams. ანუ ერთმანეთზე უარესი ლიდერები იყვნენ. პირველ რიგში არც ერთს არ ჰქონდა თავისი აზრის დაფიქსირების უნარი, წინააღმდეგობის გაწევის უნარი,
ყველა თავისი მიმართულებით იყო შეიძლება საშუალოზე დაბალი, მაგალითად, ჩემი უფროსი რა ვთქვათ, იურიდიული მიმართულებით იყო ცოდნით საშუალოზე დაბალი, კომუნიკაციის უნარებითაც საშუალოზე დაბალი, ანუ და სულ ყველა, ესე ვთქვათ, მიმართულება, მარკეტინგი, HR-ი, სეილები, ყველა მიმართულება ყავდა ძალიან სუსტი, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად და სულ მქონდა ეს კითხვა, რომ ეს კაცი ესე ერკვევა ყველაფერში და რატო ყავს გარშემო ესეთი ადამიანები და თვითონ მართლა აი მეფესავით იყო იმ თვალსაზრისით, რომ მისი აზრი იყო ყოველთვის ძალიან საინტერესო, განსხვავებული, ჭკვიანური და ესენი რაღაც პირდაღებულები უსმენდნენ და სულ რომ არ დათანხმებოდნენ, მაინც წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ერთი იმიტომ, რომ რიდი ჰქონდათ და თან არ უნდათ ეთყობა ამ პრინციპით, რომ შეერყიათ მისი თავდაჯერებულობა, იყვნენ ძალიან ლიქვნელები, რაც ამ წიგნშიც წერია, რომ ერთ-ერთი წარმატების გასაღები შეიძლება იყოს ლიქვნელობა, ძალიან ლიქვნელები იყვნენ, მიუხედავად იმისა, თუ ზურგს უკან რას ფიქრობდნენ, ან რას ლაპარაკობდნენ და დიდად პროფესიულადაც განვითარებას და თავისი მიმართულების სუპერსტარობას არ ცდილობდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ მაინც ეს ადამიანი წყვეტს ამ კომპანიის ამინდს და ძირითადად მათ აზრს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. და ეხლა ხვდები, რატომაც ყავდა ეგეთი გუნდი არჩეული, იმიტომ რომ ვერ აიტანდა ის იქ კონკურენტს და ვერ აიტანდა ისეთ ადამიანს, რომელიც მის სიჭკვიანეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. ამიტომ ოთახში, სადაც ის შედიოდა და სადაც მუშაობდა, იყო ყველაზე ჭკვიანი ადამიანი და ამ წიგნითაც დადასტურებულია ეგ. ამიტომ ესეც კარგად გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან შეიძლება კარგი იყოს შენიღოთ თქვენი ჭკუა იმისთვის, რომ არ დაძაბოთ თქვენი ზემდგომი, მაგალითად, თავი შეიძლება შეიკავოს დაწინაურებისგან, ან რა ვიცი, სულაც გაგიშვათ სამსახურიდან თუ ზედმეტი რისკი დაინახა თქვენში. ვაგრძელებ წიგნის კითხვას. როცა იცით, როგორი სახიფათოა ზემდგომის დაჩრდილვა, ეს კანონი შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. მაგალითად, თუ ზემდგომზე ჭკვიანი ხართ, ან თუ თვლით, რომ უფრო ჭკვიანი ხართ, მოახერხეთ, რომ საპირისპირო სურათი გამოჩნდეს. თავი მიამიტად მოაჩვენეთ, დაანახეთ, რომ მისი გამოცდილება გჭირდებათ, რჩევები კითხეთ, ხანდახან შეიძლება პატარა შეცდომებიც დაუშვათ, რომ შეგისწორონ ისეთი არა რაღაც გრანდიოზული, მაგრამ აი თითქოს მის გამოცდილებას და ცოდნას ეყრდნობით და ამ თამაშით დაარწმუნებთ, რომ თქვენ არ ხართ მისი კონკურენტი, რადგან ის უფრო ჭკვიანი და გამოცდილია. ესეთი პასაჟია, თუ კი ზემდგომზე უკეთესი შემოქმედებითი აზროვნება გაქვთ, მას მიაწერეთ თქვენი იდეები, თანაც საჯაროდ. აშკარად მიანიშნეთ, რომ თქვენი რეკომენდაციები მისი რეკომენდაციების გამოძახილია. მე ეს არ დამჭირვებია, იმიტომ რომ ისეთი ზემდგომები და მენეჯერები მყავდა, რომ მე არ მჭირდებოდა მათზე რამის მიწერა, თვითონ ძალიან კარგად მიიწერდნენ ხოლმე ჩემს იდეებს, ჩემს ნაშრომს და ასე შემდეგ. საკუთარი ძალის მიჩქმალვა არასდროს არ ნიშნავს სისუსტის გამოჩენას. რადგან ამგვარ მოქმედებას ძალაუფლებისგან მიყავხართ, ანუ თქვენი ჭკუა უნდა გამოავლინოთ სწორ მომენტში. აქ ამაზე არის საუბარი და ეხლა გადავალ რა არის სწორი მომენტი. ნებისმიერი უპირატესობა საზიზღრობა. ამაზე ვთანხმდებით, რომ არავინ არავის ზემოთ არ უნდა იდგეს, ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, მაგრამ სოფლიო, სამყარო, სამსახური, ოჯახი ესე არ მუშაობს და რეალობა არის ის, რომ კონკრეტულ სიტუაციებში ვიღაცაებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, ხან ჩვენ მათ, ხან იმათმა ჩვენ. ნებისმიერი უპირატესობა საზიზღრობაა, მაგრამ ვასალის უპირატესობა მის ბატონზე არა მხოლოდ სისულელე, არამედ ფატალურიცაა. ადრე კლავდნენ ამისთვის და ეხლა უბრალოდ შეიძლება მოგერიდნენ ან სამსახურიდან გაგანთავისუფლონ. ამას გვასწავლის ვარსკვლავები ცაზე. შესაძლოა ისინი მზის მსგავსნი არიან და მისნაირად კაშკაშებენ, მაგრამ არასოდეს ჩნდებიან მასთან ერთად. ანუ მზე ერთ სივრცეში შეიძლება იყოს ერთი. ეს დავიმახსოვროთ.
მაგრამ როგორც ვიცით, ძალაუფლება ისეთი რაღაცა არის, მიდის და მოდის, დრონი მეფობენ და არა მეფენი და მოკლედ სხვადასხვა გამონათქვამი არსებობს, რომ მუდმივი არ არის არაფერი. და ეგ თქვენი ზემდგომის ძალაუფლებაც შეიძლება თქვენ იქ ყოფნაშიც რაღაც დროს წავიდეს ფსკერისკენ. თუ ხედავთ, რომ უკვე გარდაუვალი სიტუაციაა და ისედაც მიდის, თქვენი დახმარება არ ჭირდება ამ პროცესს, ანუ შეგიძლიათ მიენდოთ, ესე ვთქვათ, ბუნებას და მიმდინარე სიტუაციას და ის ისედაც ჩამოგეცლებათ გზიდან. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მასთან არ გაყვეთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სწრაფად მობილიზდეთ იმაზე, რომ დაანახოთ გარშემო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ რეალურად ის, ვინც საქმეს აკეთებდა, ის, ვინც შეხვედრებზე დადიოდა, ვინც შრომობდა, ვინც ერთგულია, ვინც, არ ვიცი, ყლიანი არის და კარგ გადაწყვეტილებებს იღებდა, იყავით თქვენ და ამის გამოჩენა ისე შეგიძლია გააკეთოთ, რომ თქვენი რეპუტაციას არ დაზიანდება, იმიტომ რომ ის ადამიანი უკვე, ესე ვთქვათ, ისედაც განთავისუფლებულია მაგალითად სამსახურიდან, ან აპირებენ რომ გაანთავისუფლონ და თქვენ გაიგეთ, ამიტომ არ დაიჩაგროთ თავი და ისეთი პოზიცია არ დაიჭიროთ, რომ მოდი ახლა ეს ჯერ გაუშვან, წავიდეს და მე ხმას არ ამოვიღებ, იმიტომ რომ ხალხმა ჩათვალოს, რომ მე მისი ერთგული ვარ, იმიტომ რომ თქვენი უფროსი ეგრე არ მოიქცეო და მაგას არავინ არ დაგიფასებ, თქვენ თავზე უნდა იზრუნოთ და საჭირო დროს გამოავლინოთ თქვენი უნარები, როცა მოგეცემათ ამის შესაძლებლობა. მოკლედ, ეს არის პირველი თავი, დამიწერეთ კომენტარებში ესეთი ფორმატი მოგწონთ თუ არა. საერთოდ წინა ეპიზოდშიც თქვი, რომ სექტემბერი-ოქტომბრიდან სადღაც ესე ვაპირებ, რომ გავაკეთოთ წიგნის წრე, სადაც 22 წიგნი მაქვს არჩეული, რომელსაც ერთად წავიკითხავთ, განვიხილავთ, მაგალითებს მოვყვებით. ეს 22 წიგნი კრებული არის შემდგარი იმ წიგნებისგან, რომელიც მე დამეხმარა ტრანსფორმაციაში და რომელიც მეხმარება, იმიტომ რომ ჯერჯერობით 22-ვე წიგნს ვუბრუნდები უკან, თავიდან ვკითხულობ, ხან ინგლისურ ვერსიას, ხან ქართულს, მერე ვიდეოებს ვნახულობ, დღიურში წერ ჩემ-აზრებს, ანუ რაღაცა მიმდინარე პროცესი მაქვს 22-ვე წიგნთან და სხვათა შორის რაც ძალიან მომწონს, ის არის, რომ ერთი ჟანრის წიგნები არ არის, როგორც აწმყოს ძალა განსხვავდება ძალაუფლების 58 კანონისგან, ისე განსხვავდება ამ ორისგან ინტუიციური ყვება და ასე შემდეგ და მაინტერესებს, როგორ უყურებთ წიგნის წრის გაკეთების იდეას, შეგიძლიათ Instagram-ზე მომწეროთ, ან გამოიწეროთ ჩემი YouTube-ი და უბრალოდ მხარი დაუჭიროთ ჩემს წამოწყებას. ძალიან დიდი მადლობა და ბედნიერ დღეს ან საღამოს გისურვებთ იმის მიხედვით, თუ როდის ნახულობთ ამ ეპიზოდს.